სამყაროში არსებობს 4 ფუნდამენტური ძალა. პირველი არის გრავიტაციული ძალა და სწორედ გრავიტაციული ძალა არის წამყვანი წევრი მაკროსკოპულ სამყაროში. ანუ სწორედ გრავიტაციული ძალა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მოძრაობს მთვარე დედამიწის გარშემო. ან დედამიწა ძის გარშემო, ან როგორ მოძრაობს ზოგიერთი ვარსკვლავი შავი ხვრელის გარშემო, ან თუნდაც როგორ მოძრაობენ შავი ხვრელების საერთო მასაცენტრის გარშემო და ასე შემდეგ. ანუ გრავიტაციული ძალა არის წამყვანი წევრი მაკროსკოპულ სამყაროში. ასევე არსებობს სუსტი ურთიერთქმედება, ძლიერი ურთიერთქმედება და მეოთხე ძალიან საინტერესო და ელეგანტური ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც ისწავლება სკოლაში, ფიზიკაში მე-10 კლასში. თუ შენ გინდა გაიგო, როგორ ურთიერთქმედებენ დამუხტული ნაწილაკები ელექტრული ველის მეშვეობით. ასევე რა არის თენის ძალა, რა არის პოტენციალი, რა არის პოტენციალთა სხვაობა იგივე ძაბვა, რა არის წინაღობა და კუთრი წინაღობა და როგორ იცვლებიან ისინი ტემპერატურის მიხედვით. ასევე თუ გინდა გაიგო, რა არის გამტარი, ნახევარგამტარი, დიელექტრიკი, დიელექტრიკული შექცევადობა, როგორ შეგვიძლია დავხაზოთ ელექტრული წრედების ექვივალენტური სქემები და როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ მის კომპონენტებზე დენის ძალების და ძაბვების განაწილება. თუ შენ გინდა გაიგო ყოველივე ეს, მე შენთვის ჩავწერე 9 ლექცია და 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის განმავლობაში მე შენ დეტალურად აგიხსნი როგორც თეორიას, ასევე გავარჩევთ ამოცანებს და ამოცანების ამოხსნებს. ამ ჩანაწერების ფასი არის 50 ლარი და თან სემესტრის განმავლობაში კიდევ 10-ზე მეტი ლექცია დაემატება კონდენსატორებზე, მაგნიტურ ველზე, კოჭაზე და ასე შემდეგ. შესაძლოა უნდა მომწერო Gmail-ი და მე შენ მას პირადად გამოგიგზავნი.